მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც კი ეს ინიციატივა გაჟღერდა და როგორც კი ეს ადვოკატებს გაუზიარე და ეს იყო თქვენგან გამოხატული ჩვენი მოქალაქეების დაცვის სამართლებრივი ეფექტური გზა. მადლობა მინდა უთხრა ყველა ადვოკატს და იურისტს, რომელიც აქ არის და ყველა არ არის უფრო მეტნი არიან და მიხარია. ეს არის 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი პირველივე ჯერზე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ეს ჯგუფი. ბათუმში არიან ადვოკატები, ქუთაისში არიან ადვოკატები, რომლებიც ასევე შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და ისინი მზად არიან პრობონო უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება. ხვალაც არის ესეთი პროცესები, ვიცი, ყოველდღიურად იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე რამდენი დღეა დგანან ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, მათ იცოდნენ, რომ გვაქვს ესეთი კარგი ინიციატივა, რომლითაც მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის კუთხით, აი ამდენი ადვოკატი, იურისტი, კიდევ უფრო მეტი, რომელიც აქ არ არის, მაგრამ მზად არიან და ეხმარებიან მათ, რომ აღმოუჩინონ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება. ჩვენ გვაქვს უკვე ცხელი ხაზი. გვაქვს ორი ნომერი, რომელიც ამისთვის გამოვყავით. ქალაქის ნომერი ეს არის 295-28-26 არის მობილური ნომერი, რომელსაც ჩვენ დავდებთ ყველა სოციალურ გვერდზე, რომელსაც იყენებს მართლმსაჯულების სახლი და адვოკატებიც გაავრცელებენ ამ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მათაც გაუზიარებთ. ეს არის 5999999 გვაქვს ჩვენი ელფოსტა, რომელსაც ასევე გავაზიარებთ. ეს საკონტაქტო ინფორმაციები იქნება მიღებული ჩვენი იურისტების დახმარებით და ჩვენ გვაქვს საერთო ჯგუფი, სადაც ძალიან სწრაფად გავაზიარებთ ნებისმიერი ასეთი საჭიროების შემთხვევაში და ადვოკატები, იურისტები მზად იქნებიან გადაინაწილონ ეს საქმეები და ამ სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სოლიდარობის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზების ფორმით დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს და მადლობა ქალბატონ პრეზიდენტო. ეს ძალიან კარგი მხარდაჭერაა და მე ვფიქრობ, რომ ამ მხარდაჭერის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადვოკატი და იურისტი მოინდომებს იყოს ამ ძალიან მნიშვნელოვან სამოქალაქო პასუხისმგებლობის ინიციატივის მონაწილე, იმიტომ რომ ეს ძალიან ღირებული რამ არის, რომ ჩვენ ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვიბრძვით საქართველოს ევროპული და სამართლიანი მომავლისთვის.